სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. სასწავლებელში დაგეგმილი წინა საახალწლო ღონისძიებები მსოფლიო დონის ვარსკვლავის ცნობილი გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის კონცერტით დაიწყო. შეხვედრა სტუდენტებით, პროფესორ-მასწავლებლებით სავსე დარბაზში ჩატარდა და ის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. კონცერტი სრული ანშლაგითა და აპლოდისმენტებით მიმდინარეობდა. მუსიკოსი გიტარაზე აჟღერებული მელოდიებითა და ბგერებით გადმოსცემდა შეკრებილ საზოგადოებას საოცარ მუხტს, რომელმაც დარბაზში არაჩვეულებრივი განწყობა შექმნა. ბატონმა თემურმა მისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიები გაიხსნა და მსმენელს ძველთან ერთად ახალი კომპოზიციებით შესთავაზა. ნოსტალგია, არგო, ყვავილების ქვეყანა, თბილისო, ჰავა ნაგილა, კომპოზიტორების გოგი ცაბაძისა და გია ყანჩელის სიმღერების პოპური, ჰერიო ბიჭებო ჰერიო. ეს მელოდიათა მცირე ჩამონათვალია, რაც თემურ ყვითელაშვილმა თავისი ალბომებიდან მსმენელს შესთავაზა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამას ხუბუაც ესწრებოდა, რომელმაც საგანგებოდ ითხოვა სიტყვა და მუსიკოს მისი პატივისცემა დაუდასტურა მის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზის გამო. თამას ხუბუამ კმაყოფილება გამოთქვა დევნილ უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიოში აღიარებულ ვირტუოზ სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ბატონი თემური არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ ორი ერის ქართველებისა და ებრაელების მეგობრობას ემსახურება. თავის მხრივ თემურ ყვითელაშვილმაც მადლიერება გამოხატა გულთბილი დახვედრისთვის. რექტორსა და სახელმწიფოებრივად სტრატეგიული მნიშვნელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დასახული მიზნების მიღწევა უსურვა. აღსანიშნავი ვარ ასეთი თბილი დახვედრით. რა თქმა უნდა, მე კონცერტის აღნიშნე არაერთხელ, რომ ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რომელსაც ყველა უნივერსიტეტი პატივს, მაგრამ ეს განსაკუთრებულია, ეს ასოცირდება სულ სხვა რაღაცასთან. ეს არის ჩავთვალოთ სოხუმში ჩავატარდეს სოლო კონცერტი. და ალბათ ენა მიყებლა და ღმერთმა ქნასამ ამასაც მალე მოვესწროთ, რომ იქ ჩავიდე და ჩავატაროთ სოლო კონცერტი. მე ვესაუბრე ბატონ ზურაბ ხონელიძეს, რომელსაც ძალიან სერიოზული გეგმები აქვს დასახული სწორი მიმართულებაზე დგას, ასე ვთქვათ. ეს უნივერსიტეტი და მისი ხელმძღვანელობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს. და რა თქმა უნდა, ხშირად უნდა ტარდებოდეს ღონისძიებები, რომლებიც ადამიანებს გამოაფხიზლებს, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე ხშირ შემთხვევაში ვაწყდები მხოლოდ ლაპარაკს და რეალური და პრაქტიკული მოქმედებებს მე ვერხებ. თუმცა რომ ყველაფერმა ჩაერა ძალიან მაღალ დონეზე და კიდევ თუ აღთქმანებული ვარ და ხას უსვამო, რომ ეს სხვა მნიშვნელობის კონცერტია და სხვა მნიშვნელობის უნივერსიტეტია. აქედან გამომდინარე, ამას სხვა მოპყრობა ჭირდება, სხვა ყურადღება და სხვა განვითარება. ამიტომ ვთვლი, რომ ვისაც ეხება იმ ორგანოებს, რომელსაც უნდა მიაქციოს ამ უნივერსიტეტის ყურადღება და სწორედ ეს უნდა იყოს სახე იმისა, თუ როგორ ხდება და როგორი მოძრაობა და როგორი მიმართულებაა იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია სამართლიანობის აღდგენა, სწორედ აი ამას უნდა მიექცეს ყურადღება. ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი თავისი დატვირთვა ქონდა ამას ყველაფერს. თემურის თაყვანისმცემელი მე კარგა ხანია ვარ, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობამდე საქართველოს იბერიის ანსამბლიდან დაწყებული. ახალს არაფერს არ ვიტყვი, რომ ეს მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ბრძანდება და პირადად ჩემში გამოიწვია დღეს მისმა კონცერტმა ნოსტალგია, სევდა და სიხარული. დღეს მან კონცერტთან ერთად კარგი საჯარო ლექცია ჩაატარა. ახალგაზრდებისთვის ეს განსაკუთრებულად იყო სასარგებლო. პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი თემურის თაყვანისმცემელი ვარ ბავშვობიდან, მე ახალგაზრდა მუსიკოსი ვარ, ძალიან დიდი გამოცდილება იყო მისი მოსმენა და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ვიქნები მის კონცერტზე და მოусვენ მის შემოქმედებას. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო, რომელიც დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაგზნობინა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წვირა მსოფლიო დონის მუსიკოსი ბატონი თემურ ყვითელაშვილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის ბატონ ზურაბ ხონელიძეს, ჩვენს რექტორს. მოხარული ვარ, რომ მე შანსი მომეცა, რომ მეხილა პირადად ეს უნიჭიერესი ადამიანი. უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მსოფლიოში აღიარებული გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი უნივერსიტეტის მეგობართა კლუბის საპატიო წევრად აირჩია.